მინდა რომ მკვლელობის შესახებ მოგცეთ ინფორმაცია. მე მიყვარს ადამიანების კვლევა, იმიტომ რომ ეს ძალიან სახალისოა. ეს უფრო საინტერესოა ვიდრე ცხოველზე ნადირობა. არ ინერვიულოთ, ეს ჩემი სიტყვები არაა. ჯერჯერობით არ გავგიჟებულ ვარ. ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელს, ზოდიაქოს ეკუთვნის. და ისინი იმ წერილში ეწერა, რომელიც მან ერთ-ერთ გაზეთში მკვლელობის შემდეგ გაგზავნა. რადგან წინა ვიდეო იმას მიეძღვნა, თუ როგორ მუშაობენ კრიმინალისტები, ვფიქრობ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის, ზოდიაქოს საქმის განხილვა. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გარდა ამისა გამოიწერეთ არხი. მე კი ზოდიაქოს მიუბრუნდები. 1969 წლის ბოლოს კალიფორნიის შტატის მოქალაქეები პანიკაში იყვნენ. We had a double homicide that took place out on a county road about sometime after 11 o'clock last night. მშობლები ბავშვებს გარეთ არ უშვებენ. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ საღამოს გასეირნებისგან, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც ხალხი არ მოძრაობს და ბნელა. ამ პანიკის მიზეზი სერიული მკვლელი იყო. პოლიცია ვერანაირ კვალს ვერ აგნებს და სწორედ ამ დროს მკვლელი თავად აგზავნის წერილებს გაზეთებში. მათში არა მხოლოდ მკვლელობის დეტალები, არამედ იდუმალებით მოცული კოდებით წერია. ავტორის სახელიც საკმაოდ მისტიურად ჟღერს. მას ზოდიაქო ქვია. გადის თვეები, წლები, წერილებისა და მსხვერპლების რაოდენობა იმატებს. პოლიციელებს კი წარმოდგენა არ აქვთ, ვინ შეიძლება იყოს მისტიური ზოდიაქო, ვინ შეიძლება იდგეს ამ სასტიკი და საზარელი მკვლელობების უკან. რამდენიმე ეჭვმიტანილის მიუხედავად, დანაშაული არც ერთს არ დაუნტკიცდა. ზოდიაქოსი ნელ-ნელა მთელს ქვეყანას ეშინია. მასზე იღებენ ფილმებს. ის თანამედროვეობის მფატრავი ჯეკივითაა და ისევე როგორც მისი ბრიტანელი წინამორბედი, ბოლოს ზოდიაქოც მოულოდნელად ქრება. ბოროტმოქმედი ძალიან ფრთხილი იყო. იმ რამდენიმე თვითმხილველმა, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას შეესწრო, გამოძიებას ფაქტობრივად ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. შესაბამისად, გამოძიების პროცესი არაერთხელ ჩიხში შევიდა. ჯერჯერობით დანამდვილებით რაც ვიცით ამ ადამიანის შესახებ, გახლავთ ის, რომ ის საკუთარ თავს ზოდიაქოს უწოდებს და გარდა ამისა ამტკიცებს, რომ მას 37 ადამიანი ყავს მოკლული. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიული მკვლელის, ზოდიაქოს საქმე დღემდე გაუხსნელი. გარდა ამისა გეტყვით იმას, თუ საბოლოო ჯამში რა რაოდენობის მსხვერპლი ყავს მას და გარდა ამისა ვინ იყვნენ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ეჭვმიტანილები. მოკლედ, მე ასე მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელოდებათ და თუ კი მზად ხართ, დავიწყოთ. 1968 წლის 20 დეკემბერს კალიფორნიის ქალაქ ვალიეჰოს პოლიციის განყოფილებაში შეშინებულმა ქალმა დარეკა. სახლთან ახლოს, პარკინგზე, ცარიელ მანქანასთან მან ორი ახალგაზრდა ადამიანის სხეული აღმოაჩინა. ავტომობილთან მყოფი ადამიანები 17 წლის დევიდ არტურ ფარადეი და 16 წლის ბეტი ლუ ჯენსენი აღმოჩნდნენ. ამ საღამოს ისინი თავიანთ პირველ რომანტიულ პაემანზე იყვნენ ჰერმანის ტბასთან. დაახლოებით საღამოს 10 საათზე ისინი დაპარკინგდნენ მყუდრო ადგილას. აქ ის არის გასათვალისწინებელი, რომ მშობლებს თინეიჯერებმა უთხრეს, რომ წინა საშობაო კონცერტზე აპირებდნენ წასვლას და მათი რეალური ადგილსამყოფელის შესახებ წესით არავინ იცოდა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ მკვლელის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. თუმცა მომხდარი დანაშაულის რეკონსტრუქციისას გაირკვა, რომ ახალგაზრდა წყვილის მანქანასთან მეორე ავტომობილი დაპარკინგდა და გადმოსულმა მძღოლმა, როგორც ჩანს, ფარადეის და ჯენსენს მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა. უარის მიღების შემდეგ მისტიური მკვლელი ცეცხლსასროლი იარაღის დახმარებით ეცვლის წყვილს. დევიდი მძიმედ დაიჭრება. ბეტი ლუ ჯენსენი კი ასწრებს ავტომობილიდან გადმოსვლას და გაქცევას. თუმცა მის მიმართულებით გასროლილი 5 ტყვიიდან 5-ვე მოხვდება და ადგილზე გარდაიცვლება. ამის შემდეგ მკვლელი დანაშაულის ადგილს ტოვებს. 17 წლის დევიდი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. The boy was shot right at the side of the car and the girl apparently tried to run and she was shot and found 28 feet further on. წინა ვიდეოში, რომელიც კრიმინალისტებს, უпростоრად კრიმინალისტების საქმიანობა შეეხება, ვისაუბრე იმაზე, რომ კარგ ექსპერტ კრიმინალისტს ძალიან ბევრი კვალის აღება შეუძლია დანაშაულის ადგილიდან. მაგრამ როგორც უკვე მანამდე ვთქვი, ზოდიაქოს პირველ ოფიციალურ მკვლელობაში გამოძიება ჩიხში შევიდა. აქ რამდენიმე მიზეზი ფიქსირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო 20 დეკემბერი. იმიტომ რომ კალიფორნიის შტატში 20 დეკემბერი მინუს ტემპერატურას ნიშნავს და შესაბამისად ფეხსაცმლის, ისევე როგორც მანქანის საბურავების კვალის აღება
ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, კრიმინალისტებმა იპოვეს გასროლილი ტყვიის ჰილზები. თუმცა ერთადერთი რამ, რისი გარკვევაც მათ ამ გასროლილი ტყვიის ჰილზებით შეძლეს, გახლავთ იარაღის მოდელი და გარდა ამისა ტყვიის კალიბრი. სხვა დანარჩენი ინფორმაციის მიღება მათთვის ძალიან რთული იყო. მაძებარმა ძაღლებმა მისი კვალი ვერ აიღეს. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მკვლელს გაუმართლა. ერთი წელიც არ გასულა და 1969 წლის 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად ითვლება, Blue Rock Springs-ის პარკთან, ასევე ქალაქ ვალიეჰოში სცენარი განმეორდა. პირველი მკვლელობიდან არც ისე შორს, დამნაშავემ კიდევ ერთ წყვილს გაუხსნა ცეცხლი იარაღიდან. ესენი 22 წლის დარლინ ფერინი და 19 წლის მაიკლ მაჟო იყვნენ. თუმცა ამჯერად ერთ-ერთ მსხვერპლს, მაიკლს, გაუმართლა და გადარჩა. დარლინ ფერინი გათხოვილი იყო და მას შვილიც ჰყავდა. თუმცა როგორც შემდგომში ირკვევა, ქალაქში ყველამ იცოდა, რომ მას რომანი 3 წლით პატარა მაიკლთან ჰქონდა. სწორედ 19 წლის მაიკლის ჩვენებები გახდა ერთ-ერთი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხილები. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. რაც არ უნდა იყოს 19 წლის ბიჭს მოუკლეს სულ ცოტა ხნის წინ შეყვარებული. შესაბამისად ის სტრესში იყო და არ იყო გამორიცხული, რომ მას ყველა დეტალი ზუსტად არ დამახსოვრებოდა. სხვა თუ არაფერი, მას ესროლეს და შოკური მდგომარეობა ჰქონდა. მაიკლის თქმით, ისინი დაპარკინგდნენ დაახლოებით საღამოს 12 საათზე. ირგვლივ მხოლოდ ერთი ავტომობილი იყო, რომელიც მათთან ერთად მოვიდა პარკის ტერიტორიაზე. ეს იყო ღია შეფერილობის ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 25 მეტრის მოშორებით გაჩერდა. ძრავის გათიშვის შემდეგ მაიკლ მაჟომ დარლინ ფერინს კითხა, ეს მისი მეუღლე ხომ არ იყო. თუმცა დარლინმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა. დაახლოებით 5 წუთში მანქანის გვერდითა შუშიდან გამოჩნდა, რომ ღია ფერის ავტომობილიდან ვიღაც გადმოვიდა და ფანარი აანთო. წყვილს თავიდან დამნაშავე პოლიციელი ეგონა და შუშებს ჩაუწიეს. სწორედ ამ მომენტში გაისმა ორი გასროლის ხმა. ერთი ტყვია მაიკლს მხარში მოხვდა. დარლინს კი საძილე არტერიის არეში. ახალგაზრდა ბიჭმა გაქცევა სცადა, თუმცა ეს დარლინ ფერინის ავტომობილი იყო და მას სახელური ჰქონდა გაფუჭებული. მაიკლმა ეს არ იცოდა. კვლავმა კიდევ ორჯერ გაისროლა და სასწრაფოდ გაეცალა ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე იყო და მაიკლს ბუნებრივია შიშის გრძნობა დაეუფლა, მან მაინც მოახერხა და დაიმახსოვრა რამდენიმე დეტალი. თავდამსხმელი დაახლოებით 30 წლის, საშუალო აღნაგობის, 178 სანტიმეტრამდე და 90 კილოგრამამდე ადამიანი გახლდათ. მას მუქი და მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა. არ ეკეთა არც სათვალე და არც ულვაშს ატარებდა. მან იმის დანახვა შეძლო, რომ მანქანის ნომრები კალიფორნიის შტატის იყო, თუმცა კონკრეტული ასოები და ციფრები მას სამწუხაროდ არ ახსოვდა. მას შემდეგ, რაც დამნაშავე წავიდა, მაიკლმა მოახერხა და მანქანიდან გადმოწვა. შორი ახლოს მყოფმა ახალგაზრდებმა გასროლის ხმაზე უცებრ მოირბინეს. სწორედ მათ დაარეკეს სასწრაფოში, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერც დამნაშავე და ვერც მისი მანქანა ვერ დაინახა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა დანაშაულის შესახებ შეიტყვეს, დაახლოებით 9 საათში განყოფილებაში ზარის ხმა ისმის. ტელეფონის მეორე მხარეს დაბალი ხმის ტემბრის მქონე ადამიანი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ სურს მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა. იგი დეტალურად აღწერს იმ ადგილს, სადაც დარლინს და მაიკლს ესროლეს. ყვება იმას, თუ რომელი იარაღი და რამდენ კალიბრიანი ტყვია იყო გამოყენებული. ასევე ამბობს იმასაც, რომ შარშანდელი მკვლელობა სწორედ მისი ჩადენილია და თიშავს ყურმელს. სხვათა შორის ზოგჯერ არა ხშირად, სერიული მკვლელები ძალიან უცნაურად იქცევიან. ისინი ეგოცენტრულები არიან და გარდა ამისა ძალიან დიდი ამბიციები აქვთ. ასე რომ არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ სატელეფონო ჯიხური, რომლიდანაც ის რეკავდა, პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 200 მეტრში იყო. პოლიციელები რა თქმა უნდა მალევე მივიდნენ შესაბამის ჯიხურთან, თუმცა ზოდიაქო უკვე იქ აღარ იყო. 1969 წლის ივლისში საზოგადოება ქაოსმა მოიცვა. მკვლელმა 3 ადგილობრივ გაზეთში, ვალიეჰო Times Herald-ში, San Francisco Chronicle-ში და San Francisco Examiner-ში წერილი გაგზავნა. თითოეულ კონვერტში მან გაურკვეველი და აქამდე უცნობი, როგორც ჩანს თავისივე გამოგონილი კოდური ასოებით დაწერილი შიფრი მოათავსა. მისი თქმით, თუ ამ ტექსტს ვინმე გაშიფრავდა, გაიგებდა მის ვინაობას. წერილის იმ ნაწილში, რომელიც ლათინური ასოებით იყო დაწერილი, მკვლელმა საკუთარი ვინაობის დასამტკიცებლად დანაშაულის ისეთი დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც წესით მხოლოდ მას და პოლიციელებს უნდა სცოდნოდა. ასევე მისი მოთხოვნიდან გამომდინარე, წერილები უნდა გამოცემულიყო 1 აგვისტომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მინიმუმ 12 ადამიანის მკვლელობით იმუქრებოდა.
გამომცემლობები რა თქმა უნდა შეუთანხმდნენ პოლიციელებს და შესაბამისად სამივე გაზეთმა ერთ დღეს გამოაქვეყნა კრიპტოგრამა, ანუ დაშიფრული კოდი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ კოდის ამოხსნა არა პოლიციელებმა ან CIA-ის აგენტებმა, არამედ ადგილობრივებმა შეძლეს. გამოქვეყნებიდან ზუსტად 6 დღეში გაზეთის სან-ფრანცისკო ეგზამინერი საკმაოდ საინტერესო წერილს იღებს ისევ და ისევ ანონიმური მკვლელისგან და წერილი იწყება ასე. ძვირფასო რედაქტორო, ეს მე ვარ, ზოდიაკო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დამნაშავემ საკუთარ თავს ზოდიაკო უწოდა. წერილში ის ახალ დეტალებზე საუბრობდა, რომლებიც ასევე მხოლოდ პოლიციელებს და დამნაშავეს შეიძლებოდა სცოდნოდათ. ალბათ საინტერესოა ის თუ როგორ მოხერხდა და როგორ გაიშიფრა ეგრეთ წოდებული კრიპტოგრამა, არა? მოკლედ, ეს არხი ცოდნის პორტალია და სხვაგვარად, რა თქმა უნდა, არ მოვიქცევი, თქვენთან ერთად მივყვები რამდენიმე ნაბიჯს იმ პროცესში, თუ როგორ იშიფრება ხოლმე ზოგადად კოდები. თხოვნა მექნება, რომ თუ მსგავსი ტიპის და მსგავსი ფორმატის ვიდეოები მოგწონთ, დაალაიქოთ ეს ვიდეო და მე მიუბრუნდები ზოდიაკოს დაშიფრულ კრიპტოგრამას. კოდის სწრაფად გაშიფრვა ვერც პოლიციამ და ვერც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა შეძლეს. ალბათ მიზეზი ის იყო, რომ ამ პროცესით საუკეთესოები არ იყვნენ დაკავებულები, რადგან შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს 1969 წელს ქალაქ ვალიეჰოში მომხდარ საქმეზე და როგორც ჩანს, სათაო ოფისში მას შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქციეს. ეს ზოდიაკოს მიერ გამოგზავნილი კრიპტოგრამაა, ანუ სამი ერთმანეთისგან განსხვავებული დაშიფრული ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათ რაღაც საერთოდს აქვთ. და ეს საერთო გახლავთ ის, რომ თითოეული მათგანი 7 სტრიქონისგან შედგება და თითო სტრიქონში ზუსტად 18 სიმბოლოა გამოყენებული. სერიულ მკვლელს გამოყენებული აქვს ბერძნული ანბანის ასოების, ზოდიაკოს ნიშნებისა და რამდენიმე ლათინური ასოს კომბინაცია. თუმცა შიფრის სხვადასხვა მონაკვეთში ისინი მეორდებიან, რაც წესით იმ თეორიას, რომ თითოეული მათგანი რომელიღაცა კონკრეტულ ასოს შეესაბამება, ამტკიცებს. კოდის სირთულე, გარდა იმისა, რომ მასში გამოყენებული სიმბოლოების ნაირსახეობებით იყო განპირობებული, კიდევ ერთმა რაღაცამ განაპირობა. კოდი იყო 3 ნაწილად გაყოფილი და არავინ არ იცოდა ის თუ რომელია პირველი, რომელი მეორე და რომელი მესამე. თუმცა ერთი რამ გამშიფრველებისთვის იყო ცნობილი. ეს წერილი, ანუ აი ეს კოდი, შეადგინა ფსიქოპატმა მანიაკმა, რომელმაც პოლიციაში რამდენჯერმე დარეკა მკვლელობის შემდეგ და გარდა ამისა, გაზეთში გააგზავნა წერილი. ანუ ეს არის ეგოცენტრული ადამიანის მიერ გამოგზავნილი წერილი და შესაბამისად პირველი ასო, რომელიც მან გამოიყენა, არის ასო I, იმიტომ რომ I ინგლისურად ნიშნავს მეს. კიდევ ერთი რამ, რაც შიფრში ყველა ვარიანტში იქნებოდა ჩამალული, ეს გახლავთ 200-იანი სიტყვები. 200-იანი სიტყვები ინგლისურში არაერთია, მაგალითად სიტყვა eat, me, do, go და ასე შემდეგ. მაგრამ ამ სიტყვებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ ის, რომ ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ 200-იანი სიტყვიდან ერთი ასო ყველა ვარიანტში არის ხმოვანი, მეორე კი თანხმოვანი. ხო, მოკლედ, აი ეს სპეციფიკაც დაეხმარათ კოდის გამშიფრელებს კოდის გაშიფრვაში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ სიტყვა kill, მკვლელობა. წესით და რიგით სერიული მკვლელის დაწერილ შიფრიან ტექსტში სიტყვა მკვლელობა, რომელიც ორ ერთნაირ ასო L-ს შეიცავდა, იქნება ნახსენები. ამ და სხვა მსგავსი დეტალების გათვალისწინებით ბეტი და დონალდ ჰარდინგებმა შეძლეს წერილის გაშიფრვა და მასში ბევრ სხვა საინტერესო დეტალთან ერთად შემდეგი რამე წერა. ყველაზე კარგი ის არის, რომ როცა მოვკვდები, გავიღვიძებ 64-ის ბაღში. ის ადამიანები კი, რომლებიც მოვკალი, ჩემი მონები იქნებიან. აი რა ეწერა კრიპტოგრამაში. იგი ასევე საუბრობს იმაზე, რომ გააგრძელებს მკვლელობებს და სულაც არაპირებს საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წერილში რამდენიმე გრამატიკული შეცდომა იყო დაშვებული. ისე თითქოს წერილი პატარა ბავშვის მიერ იყო დაწერილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს პოლიციელებს და გამომძიებლებს რაღაც განსაკუთრებულ ინფორმაციას არ აძლევდა. ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური სამხელი იყო მაიკლის ჩვენება და გარდა ამისა გასროლილი ტყვიების ჰილზები. ის პირობა, რომ თუკი ვინმე ამ კოდს ამოხსნიდა, გაიგებდა ზოდიაკოს პიროვნებას და მის ვინაობას, რა თქმა უნდა, ტყუილი აღმოჩნდა. გამოძიებისთვის უფრო საინტერესო ის იყო, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან საიდუმლო კოდებისა და შიფრების წიგნების რამდენიმე ეგზემპლარი გაქრა, რომლიდანაც ერთ-ერთში შუა საუკუნეების პერიოდის საიდუმლო დამწერლობაზე
ზოდიაქოს ანბანზე იყო საუბარი. გარდა ამისა, პროფაილერებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც გარკვეული ინფორმაციის წყალობით ადგენენ ადამიანის ფსიქოტიპს, საინტერესო იყო შემდეგი ფაქტი. მაშინ, როდესაც ზოდიაქო საუბრობდა იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ ის 64-ში მოხდებოდა და მის მიერ მოკლული ადამიანები მისი მონები იქნებოდნენ, შესაძლოა მეტყველებდა იმაზე, რომ იგი გარკვეული კულტის წევრიც კი იყო. თუმცა ამ ყველაფერს მაინც და მაინც მყარი არგუმენტები და მყარი დამამტკიცებელი საბუთები არ მოყვა და შესაბამისად ეს იდეა უბრალოდ მოსაზრებად დარჩა. შეგახსენებთ, რომ წერილები გაზეთებმა დარლინ ფეინის მკვლელობის შემდეგ მიიღეს. მას კი ქმარი ჰყავდა და გარდაცვალების დღეს იგი საკუთარ ქმართან ერთად არ იყო. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ პოლიციელებმა მისი ქმარი შეამოწმეს და არა მხოლოდ მისი ქმარი, არამედ მისი თაყვანისმცემლები, მაგრამ თითოეულ მათგანს მყარი ალიბი აღმოაჩნდა. შესაბამისად გამოძიება ისევ და ისევ ჩიხში შევიდა. თუმცა გადის რაღაც გარკვეული დრო და ზოდიაქო ისევ გამოჩნდება. 1969 წლის შემოდგომაზე მკვლელობები გაგრძელდა. 27 სექტემბერს ბარიესას ტბასთან ახლოს ამოუცნობი პირი თავს დაესხა ბრაიან ჰარტნელს და სესილია ენ შეპარდს. დაზარალებულების ყვირილი ახლოს მყოფმა მეთევზეებმა გაიგეს და ამის შესახებ ადგილობრივ რეინჯერებს შეატყობინეს. ბრაიანი და სესილია უცებო იპოვეს. გოგონა ჯერ კიდევ გონზე იყო. მას მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, თუმცა შოკური მდგომარეობის გამო შეძლო და შეინარჩუნა საღი აზრი. მან დეტალურად აღწერა დამნაშავე. მისი თქმით, დაახლოებით საღამოს 6 საათზე მან და ბრაიანმა შეამჩნიეს მამაკაცის შავი სათვალეებით, რომელიც მას შემდეგ, რაც მიხვდა რომ შეამჩნიეს, ხეს მოეფარა და მიმალვა სცადა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ახალგაზრდებს მიუახლოვდა. მას შავი მანტიის მაგვარი ტანისამოსი ეცვა. კერძზე კი გადახაზული წრე ჰქონდა გამოსახული, ზუსტად ის წრე, რომელიც თავის დროზე ზოდიაქომ ხელმოწერის ნიშნად დატოვა წერილზე. მას ხელში იარაღი ეჭირა, ქამარში კი დანა ჰქონდა გაყრილი. ზოდიაქომ წყვილს უთხრა, რომ ციხიდან გაიქცა და მხოლოდ მათი ავტომობილი ჭირდებოდა. ბრაიანიც და სესილიაც დათანხმდნენ, რომ თავდასხმელს მათთვის ხელები შეეკრა, იმის იმედად, რომ მანქანაც წაიყვანდა და შეეშვებოდა. მას შემდეგ, რაც მანიაკი მიხვდა, რომ კვანძი კარგად იყო შეკრული, ამოიღო დანა და რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა წყვილს. თუმცა სანამ მათ მიატოვებდა, მანქანაზე ფლომასტერით თავისი სიმბოლო, მანამდე ჩადენილი დანაშაულების თარიღები და 27 სექტემბრის თარიღი დაწერა. დანაშაულის ადგილზე ტრასოლოგებმა საკმაოდ საინტერესო ფეხსაცმლის კვალს მიაგნეს. ამ ფეხსაცმლის კვალის დახმარებით მათ დაადგინეს ის, რომ დამნაშავე წესიდარიგით 90 კილოგრამამდე ადამიანი უნდა ყოფილიყო, გარდა ამისა, იგი უნდა ყოფილიყო საშუალო სიმაღლის, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ფეხსაცმლის ძირის კვალი, რომელიც დამნაშავემ დატოვა, ეკუთვნოდა ისეთ სამხედრო ბოტას, რომელიც 100,000 ბოტას, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ისეთ სამხედრო ფეხსაცმელს ეკუთვნოდა, რომელიც იყო გამოცემული სულ 100,000 ეგზემპლარით და მისი შეძენა მხოლოდ ან ჯარისკაცებს, ან სამხედრო პირებს შეეძლოთ. ისიც მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ბაზაზე. გამოდის, რომ ზოდიაქო წესიდარიგით უნდა იყოს ან ჯარისკაცი, ან ყოფილი ჯარისკაცი. და ამაზე ისიც კი მეტყველებს, რომ პირველი ოფიციალური მკვლელობის დროს მან გაქცეულ გოგონას არც ერთი ტყვი არ ააცილა თან საღამოს პერიოდში და თან მინუს ტემპერატურაზე, მაშინ, როდესაც წესიდარიგით ხელებზე გცივა და თუ კი ხელთათმანი გაცვია, გასროლა, თუ სამხედრო პირი ხარ და რაღაც გარკვეული წვრთნები არ გაქვს გავლილი, უნდა გაგიჭირდეს. სესილია შეპარდის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაში კომაში ჩავარდა და 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. აი ბრაიან ჰარტნელი კი, რომელიც ერთი შეხედვით უფრო მძიმედ იყო, გადარჩა და მას შემდეგ, რაც შეძლო ჩვენებების მიცემა, დაადასტურა ტრასოლოგების ვარაუდი, რომ დამნაშავე საშუალო სიმაღლის 90 კილოგრამამდე ადამიანი იყო. ამ ყველაფრის გარდა მესამე დანაშაულის ჩადენისა ზოდიაქომ კრიმინალისტებს კიდევ ერთი ინფორმაცია მისცა. წესიდარიგით მისი ფსიქოტიპი ისეა მოწყობილი, რომ იგი ახალგაზრდა წყვილებს ესხმის თავს, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა არა ბიჭებს, არამედ გოგონებს. თუ დეტექტიური ჟანრის ფილმები ან სერიალები მოგწონთ, წესიდარიგით გეცოდინებათ, რომ სერიული მკვლელები რაღაც გარკვეულ შაბლონს მიყვებიან ხოლმე. ანუ მათი ქმედებები თანმიმდევრულია. შესაბამისად ზოდიაქომას არ დააყოვნა და რა თქმა უნდა ადგა და დარეკა პოლიციის განყოფილებაში. გამოძიებამ ახლა ბევრად უფრო სწრაფად მოახერხა რეაგირება და მალევე აღმოაჩინა ის სატელეფონო ჯიხური, რომლიდანაც ზოდიაქო რეკავდა.
მეტიც, მათ შეძლეს და ყურმილიდან ზოდიაქოს მიერ დატოვებული თითის ანაბეჭდები აიღეს. ზოდიაქოს ბევრი მკვლელობა მიეწერება. მისი თქმით, მას 37 ადამიანი ჰყავს მოკლული, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ 5 მკვლელობაში ედება ბრალი. მისი ბოლო მსხვერპლი ტაქსის მძღოლი პოლ სტეინი აღმოჩნდა, რომელიც მან სან-ფრანცისკოში მოკლა. დანაშაულის შესახებ პოლიციაში 2 არასრულწლოვანმა განაცხადა, რომლებმაც გასროლის ხმა გაიგეს და შეამჩნიეს გაქცეული დამნაშავე. გამომძიებლებმა გაიგეს, რომ ტაქსისტმა ზოდიაქო მეისონისა და გირის ქუჩების გადაკვეთაზე ჩასვა მანქანაში. გზავრმა კი მას მეისონისა და ვაშინგტონის ქუჩების კვეთაზე წაყვანა სთხოვა. თუმცა როცა ავტომობილი დანიშნულების ადგილას მივიდა, გზავრმა მას გზის გაგრძელებას სთხოვა. გაჩერებისთანავე გაისმა გასროლის ხმა, დამნაშავე კი მიიმალა. ოდნავ მოგვიანებით ზოდიაქომ ისევ დარეკა განყოფილებაში. მან პოლიციელებს დასცინა იმის გამო, რომ ვერ იპოვეს და მალევე დაკიდა ყურმილი. გამოძიებამ შეძლო და მანქანიდან ზოდიაქოს თითის ანაბეჭდები აიღო. თუმცა თითის ანაბეჭდები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ შეგახსენებთ მანამდე ერთ-ერთი სატელეფონო ჯიხურიდან მათ ეს ისედაც მოახერხეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითმხილველების მონაყოლით მათ შეძლეს და შეადგინეს ეს ფოტორობოტი. თუ კი ზოდიაქოზე რაიმე ხსმენიათ, წესი და რიგით ეს ფოტორობოტი აქამდეც ჰქონდათ ნანახი. კრიმინალისტებისთვის უცნაური იყო, რატომ შეცვალა ზოდიაქო მეთოდიკა და რატომ მოკლა ეულად მყოფი ტაქსისტი, თუ კი მანამდე ის მხოლოდ მანქანებში მყოფ ახალგაზრდა წყვილებს ესხმოდა თავს და განსაკუთრებული სისასტიკით გოგონების მიმართ გამოირჩეოდა. ამან ის ლოგიკური ეჭვი გააჩინა, რომ სან-ფრანცისკოში მომხდარ სხვა მკვლელობებში შესაძლოა ზოდიაქო ყოფილიყო გარეული. 1969 წლის 14 ოქტომბერს გამომცემლობამ მორიგი წერილი მიიღო ზოდიაქოსგან. ის სტანდარტული მისალმებით იწყება და ბოლოში სწორედ მისი სიმბოლოთი მთავრდება. ტექსტში დეტალურად არის აღწერილი უკანასკნელი მკვლელობა და გარდა ამისა კონვერტში გარდაცვლილი სისხლით დაცვლილი პერანგის ნაწილიც დევს. ეს არ არის ზოდიაქოს უკანასკნელი წერილი. ერთ-ერთ მათგანში ის საუბრობს იმაზე, რომ გეგმავს სკოლის ავტობუსზე თავდასხმას და იმ შემთხვევაში თუ ამას არ გამოაქვეყნებენ, ის უახლოეს მომავალში ისევ 12 ადამიანის მკვლელობით იმუქრება. წერილის გამოქვეყნებიდან 6 დღეში ზოდიაქო პოლიციაში რეკავს და ითხოვს, რომ გაესაუბროს ან ლი ბეილის, ან მელვინ ბელაის, იმ პერიოდის საუკეთესო ადვოკატებს. Hello, this is Melvin Belai. Who am I speaking with? This is the Zodiac speaking. პოლიციელებმა შეძლეს იმის გარკვევა, თუ საიდან რეკავდნენ. აღმოჩნდა, რომ ზარი ადგილობრივი ფსიქიატრიული კლინიკიდან ხორციელდებოდა. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა. ამავე წლის 8 ოქტომბერს გამომცემლობა The Chronicles-ის რედაქტორმა მორიგი წერილი მიიღო. ოღონდ ეს წერილი იყო დაშიფრული და იგი 340 სიმბოლოსგან შედგებოდა. წერილის გაშიფრვა მხოლოდ 2020 წელს მოხერხდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ძიების პროცესით ერთობით. მე არ მეშინია, რომ სიკვდილით დამსჯიან. ასე უფრო ადრე მოხვდები სამოთხეში და ეს მახარებს კიდეც. ახლა საკმარისზე მეტი მონა მეყოლება. 1970 წლის პერიოდში ზოდიაქო არაერთ გაზეთში აგზავნის წერილს. ერთ-ერთ მათგანში მან 13 სიმბოლოსგან დაშიფრული პატარა ტექსტი გააგზავნა, სადაც წესით მისი სახელი და გვარი უნდა იყოს. გეტყვით იმას, რომ ეს შიფრი დღემდე არავის ამოუხსნია. ერთ-ერთ წერილში კი მან ბომბის სქემას დახატა. წერილის ბოლოში კი ზოდიაქოს ნიშანთან მიწერილი ჰქონდა ციფრი 10. SFPD-სთან კი 0. როგორც ჩანს, ზოდიაქო სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტს ეჯიბრებოდა და მას უკვე 10 ადამიანი მაინც ყავდა მოკლული. ზოდიაქოსგან ბოლო წერილი 1974 წელს მიიღეს. წერილში ზოდიაქოს ნიშანთან უკვე 10-ანის მაგივრად 27 ეწერა. პოლიციის დეპარტამენტთან კი 0, რაც ისე შეფასდა, რომ ზოდიაქოს უკვე 27 მსხვერპლი ჰყავდა. თუმცა ოფიციალურად 1969 წლის შემდეგ არც ერთი მკვლელობა ზოდიაქოსთან არ იყო კავშირში. პოლიციას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 დანაშაულის ადგილი ჰქონდა დაკავშირებული ზოდიაქოსთან. თუმცა ამ წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ ისეთი საქმეებიც, სადაც ახალგაზრდა წყვილი იყო დაზარალებული. მათ შორის არიან 18 წლის რობერტ დომინგოსი და 17 წლის ლინდა ედვარდსი, რომლებიც 1973 წელს ზოდიაქოს ოფიციალურად პირველად გამოჩენამდე 5 წლით ადრე მოკლეს მანქანაში. ითვლება, რომ ზოდიაქომ ეს გახმაურებული საქმეები უბრალოდ მიითვისა. იქიდან გამომდინარე, რომ იგი უბრალოდ ეგოცენტრული მანიაკი იყო. ამაზე ისიც კი მეტყველებდა, რომ ერთ-ერთ წერილში მან ძალიან უცნაური რამ გააჟღერა.
მე მიგვირს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩემი ნიშნის გამოსახულების მქონე მაისურით არ გადაადგილდებაო. ანუ ხო, მოკლედ ფსიქოპატი იყო რა. რა ვიცი. ერთ მშვენიერ დღეს ზოდიაკო გაქრა. პოლიცია აგრძელებდა მის ძიებას, თუმცა ახალი მკვლელობები არ ხდებოდა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჯამში გამომძიებლებს 2500-მდე ეჭვმიტანილი ჰყავდათ, თუმცა დამამტკიცებელი საბუთების არ ქონის გამო ვერც ერთ მათგანს ბრალი ვერ წაუყენეს. დეტექტივები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მკვლელობებთან ყოფილი მასწავლებლის, არტურ ლი ალენის დაკავშირებას, რომელსაც რამდენჯერმე წაუყენეს არასრულწლოვნებზე სექსუალური შევიწროების ბრალდება. ალენი წერის დროს დაახლოებით იგივე შეცდომებს უშვებდა, როგორცაც ზოდიაკო. ამასთან ერთად იგი ზოდიაკოს ფირმის საათსაც იყენებდა. ალბათ გახსოვთ ზოდიაკოს თავდასხმის შემდეგ გადარჩენილი მაიკლ მაჟო. მოკლედ მაიკლ მაჟომ არტურ ლი ალენში ზოდიაკო ამოიცნო. თუმცა შეგახსენებთ, რომ 20-ზე მეტი წელია გასული. ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნეს იმის შემდეგ, რაც დნმ-ის ანალიზებით შეამოწმეს და გაირკვა, რომ არტურ ლი ალენს არ ჰქონდა კავშირი იმ პერიოდში ჩადენილ არც ერთ დანაშაულთან. მაგრამ მოდით განვიხილოთ სხვა პოტენციური დამნაშავეები და ეჭვმიტანილები. შემდეგი ეჭვმიტანილი კინოთეატრის ოპერატორი რიკ მარშალია, რომელიც ვიზუალურად წააგავდა იმ ფოტორობოტს, რომელიც თვითმხილველების ჩვენების შედეგად შეადგინეს. მეტიც, ზოგიერთი მისი ნაცნობის თქმით, 60-იან წლებში ის რივერსაიდში ცხოვრობდა. 60-იანი წლების ბოლოს კი სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც ზოდიაკომ ბოლო ოფიციალურად დადასტურებული მკვლელობა ჩაიდინა. მარშალმაც არ გაამართლა, იქინა გამომდინარე, რომ მისი ანაბეჭდები ისევე როგორც მისი დნმ, ალენის დნმ-ისა და ანაბეჭდების მსგავსად არ დაემთხვა უკვე აღმოჩენილებს და შესაბამისად მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრუვა. აი, შემდეგი ეჭვმიტანილი კი როს სალივანი ეჭვმიტანილთა სიას სულ ცოტა ხნის წინ დაემატა. სალივანი რივერსაიდის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, რომლიდანაც შეგახსენებთ, რამდენიმე ისეთი წიგნი გაქრა, რომელშიც საიდუმლო კოდებსა და შიფრებზე იყო საუბარი. ნაცნობების თქმით, ის მშვიდი პიროვნება იყო. ხშირად იცვამდა სამხედრო ტიპის ტანისამოსს და ასევე ეცვა სამხედრო ფეხსაცმელიც. ამას გარდა სალივანი ვიზუალურად გავდა ზოდიაკოს ფოტორობოტს, თუმცა გამოძიებამ იგი აღმოჩენილ ვერც ერთ სამხილთან ვერ დააკავშირა. 2021 წელს დამოუკიდებელ გამოძიებელთა ჯგუფმა, Case Breakersმა, საკმაოდ საინტერესო არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი საუბრობენ, რომ ზოდიაკო იყო ჰარი ფრენსის პოსტი. პოსტი ამერიკელი მხატვარი იყო, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. იგი ყოფილი სამხედრო იყო და რივერსაიდში მომხდარ დანაშაულის ადგილთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა. ჰარი ფრენსის პოსტს ხშირად სამხედრო ტანსაცმელი ეწვა. თვითმხილველთა თქმით, ზოდიაკოს შუბლზე ნაიარევი ჰქონდა. პოსტსაც ანალოგიურად შუბლზე აღენიშნებოდა მსგავსი ნაიარევი. ჰარი პოსტი მღებავად მუშაობდა. ერთ-ერთ დანაშაულის ადგილთან კი კრიმინალისტებმა საღებავი დასრული საათი აღმოაჩინეს. ამასთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ ჰარი ფრენსის პოსტი არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიყო ზოდიაკო. თუმცა მიუხედავად ამისა 50 წელიწადზე მეტია გასული და შესაბამისად სამხილების რაოდენობა უკვე აღარ არის საკმარისი. ან სულად საკმარისი რომ იყოს, ჰარი ფრენსის პოსტი 2018 წელს გარდაიცვალა. მოკლედ, ზოდიაკოს საქმე კრიმინალისტებისთვის და არა მხოლოდ კრიმინალისტებისთვის, არამედ ჩემი გამომწერებისთვისაც ალბათ ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ თავსატეხების ამოხსნა თითოეულ ჩვენგანს ძალიან აინტერესებს. ეს ბავშვური ცნობის მოყვარეობა თქვენში ცხოვრობს და ჩემშიც. არ ვიცი, ვინ იყო ზოდიაკო, წარმოდგენა არ მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ და გავიგებთ მის ვინაობას, თუმცა ზოდიაკოს პირველი ოფიციალური მკვლელობიდან არის გასული 57 წელიწადი. და დიდია იმის ალბათობა, რომ სულაც რომ გავიგოთ ვინ იყო ზოდიაკო, ის ახლა ცოცხალი აღარ იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვინ იყო ზოდიაკოს ყოველ შემთხვევაში პირველი 3 ოფიციალური დაზარალებული, ამ შემთხვევაში გარდაცვლილი ადამიანები, მე რატომღაც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც სხვისი ბედნიერება არ ახარებდა, ეს იყო ადამიანი, რომელსაც შურდა შეყვარებული წყვილების. ყოველ შემთხვევაში რაღაც მსგავს ლოგიკამდე მივდივარ. თუმცა აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საუბარი მაქვს ფსიქოპატზე, მანიაკზე და არ ვიცი გულწრფელად რომ გითხრათ, რამდენად უნდა მიუსადაგო მანიაკის ისტორიას რაიმე ლოგიკა ან რაიმე ლოგიკური ჯაჭვი.
მოკლედ, ერთი რამ ფაქტია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურებთ ვიდეოს და მოხვედით ამ მომენტამდე. ეს ბოლო წამებია და ამ ბოლო წამებში დავაანონსებ ერთ პატარა სიახლეს. არხზე ახალი რუბრიკა დაგვემატება, რუბრიკა სახელწოდებით გამოჩენილი ადამიანები. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. აბაჰეთ და აბაჰოთ. დროებით.